შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები, რომლებსაც ელით. თავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10 მინუტზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა დროული დიალოგი. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად. ასე ვთქვათ, ცხარე პოლიტიკური დღისა და პერიპეტიების პარალელურად ჩვენც გვექნება დღეს დისკუსია. რა თქმა უნდა, გაცილებით შვიდ ფორმატში, ვიდრე სასამართლო პროცესებზე მიმდინარეობს, მაშ ასე მიმდინარე პოლიტიკური თემების და დისკურსის ფონზე. წარმოგიდგენთ დღის პოლიტიკურ წესრიგს. ნიკა მელია დაპატიმრებულია სასამართლო დარბაზში, ჩვეულ სტილში ხმაურიანად არის წარმოდგენილი, მან მოსამართლეს წყალი შეასხა. პირდაპირ ეთერში შეიძლება ითქვას, რომ და გაძევებული იქნა სასამართლო დარბაზიდან ოპოზიციის პროტესტი, ოპოზიციის დღის წესრიგი, პარალელურად ამერიკის მაღალი რანგის პირებთან პრემიერის შეხვედრა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირის გამსაზღვრელი, მანამდე მილოცვა ტრამპის, ასევე წერილი ამერიკის საელჩოდან, მოკლედ როგორია ჩვენი საგარეო პოლიტიკური გზავნილები, ასევე საშინაო თემები, არჩევნები, ოპოზიციის დაგსაქსულობა, პლატფორმა რეალურად რაზე შეიძლება შეჯერდეს ოპოზიცია და მნიშვნელოვანი საკითხი ასევე ის, რომ ოპოზიციიდან ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მოახდენს თუ არა დეზორგანიზებას აღნიშნული საკითხი თავად ოპოზიციის შიგნით, როგორი არის ქართული პოლიტიკის მთავარი, ასე ვთქვათ, დღის განრიგი, აქვს თუ არა საერთოდ ოპოზიციას გეგმა ხელისუფლების წარდგომა მომრჩევლის წინაშე და საკადრო ცვლილებები და გადაცემის სტუმრები. დღეს ჩვენ დისკუსია გვექნება, სავარაუდოდ თბილისური საცობების გათვალისწინებით ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარიც მალე შემოგვერთება. ალექსანდრე კობაიძე და ლაშა მკელაძე იქნებიან დღეს დისკურსის მონაწილე აქტორები. ბატონი ლაშა ჩვენთან სტუდიაშია, მადლობა რომ მობრძანდით. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. კი ბატონო, მოდით დავიწყოთ საუბარი საკითხით, რაც ქვია, თქვათ ძალიან დაძაბული პოლიტიკური ფონი, ოპოზიციის და ხელისუფლების ურთიერთობები. ბატონ ლაშა, ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონი უზენაესია, კანონია, ამიტომ საგამოძიებო კომისიაზე არსებული ჩანაწერი, რომელიც ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პირობებში იყო განსაზღვრული, საგამოძიებო კომისიისადმი დაუმორჩილებლობას კანონი განსაზღვრავს და განსაზღვრებს ამ შემთხვევაში ჯარიმით და ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისად ციხით. თუმცა ოპოზიცია მაინც ამბობს, რომ აღნიშნული, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერვენცია და ანგარიშწორება ეთანხმებით თუ არა ოპოზიციის ამ დამოკიდებულებას, ასევე რას ფიქრობთ ზოგადად, რამდენად ოპოზიცია ამბობს, რომ თქვენი კოლეგები, თქვენც მათ შორის, რომ ხელისუფლება არის, ასე ვთქვათ, გადასული პოლიტიკური ანგარიშწორების სისტემაზე, მაშინ რითი ასაბუთებს, რომ ის ამ შემთხვევაში არ ასრულებს კანონს, სად გადის ზღვარი კანონის აღსრულებასა და ანგარიშწორებას შორის. ესე იგი, თუ არ ვახსოვს მუსევლინის გამოთქმა არის, ჩვენებს ყველაფერი და არაჩვენიანებს კანონია. დაახლოებით ესე იქცევა ჩვენი ხელისუფალი. ანუ ერთი მხრივ ამბობს, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებს და კანონის ფარგლებში იჭერს ადამიანებს, ანუ ადამიანებს, ვინც არ გამოცხადა კომისიაზე. მეორე მხრივ საერთოდ გაუგებარია გუშინ რა ის საფუძველზე დააკავეს მელია საღამოს. მაშინ როდესაც სასამართლო პროცესი არ იყო, ანუ სასამართლო პროცესი დღეს უნდა ჩატარებულიყო და მაშინ როდესაც ვადა არ ქონდა გასული გირაოს. ეს ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი, ჩვენ ვხედავთ εν რაოდენობით ადამიანს და ამ ადამიანებში მათ უმრავლესობას არასწორად დასჯილს, რომელიც საპროტესტო აქციებზე გამოდის და ხელისუფლებას ეწინააღმდეგება და მეორეს მხრივ ვერ ხედავთ ვერცერთ პოლიციელს, ვერცერთ ჩინოსანს, ვერცერთ ჭყალებში ტიტუშკას, რომლებიც ძალადობა განახორციელეს ან თავის მოვალეობას გადააჭარბეს თავის ქმედების დროს და ან პასუხისგებაში იქნება მიღებული, ან ეს საქმე იქნა გამოძიებული. ასევე საერთოდ გაუგებარი არის თვითონ ამ კომისიის
არსებობა დღეს და ჩემის აზრით სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის. გეტყვით. 12 წლის თავზე. არ უნდა იყოს შესწავლილი თუნდაც გეტყვით. ნახეთ. იმიტომ რომ უყურეთ საქმეები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატები მაგალითად კენედის კვლელობას რამის საუკუნის შემდეგ დაუბრუნდა, ხო? რატომ არ შეიძლება ისევე როგორც ჰიტლერის რიგი საქმეები 10 წლეულების შემდეგ მოხდა მათი განხილვა, ხო? ნახეთ, ნუ ნიურნბერგის პროცესის გარდა. ნახეთ, არის ძალიან მარტივი რამ. იმისთვის რომ შენ საქმეები გამოიძიო, იმისთვის რომ შენ სიმართლე დაადგინო, ამისთვის სულცირე გჭირდება სამართლიანი სასამართლო. რომელსაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეხვეწებიან დღემდე და ოპოზიციაც და ხალხიც იცხოვს დღემდე, რომელიც დღემდე არ გამახორციელებთ. თავარი რა არის აქ? ნახეთ, 12 წლის თავზე დღევანდელ ჩემთვის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას რა დაპირება ქონდა? რომ აღადგენს სამართლიანობას და 12 წლის თავზე ისევ ნაცებზე გვესაუბრებოდა. რა უშლიდათ ხელს 12 წლის განმავლობაში ეს გამოეძიებიათ? ასევე, მაშინ როცა ჰააგის სასამართლომ თქვა რომ ომი დაიწყო დავამთავრებთ ოპონირებას გაგიწევთ არა პირველ ნაწილში აქვერო განავრცოთ ანუ მაგაზე პირველ ნაწილზე ხელისუფლება ამბობს რომ მანამდე დასავლეთიდან წამოსული დირექტივა იყო რომ კოჰაბიტაცია უნდა ყოფილიყო ანუ თანაცხოვრება და თუ გასამართლებას არა ევროპა რომ ითხოვდა კოჰაბიტაციურ თანაცხოვრებას მე თვითონ მაქვს ეს საკუთარი ყურით მათ შორის შარმიშელის ვიზიტის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში როდესაც კოჰაბიტაცია არ ნიშნავს იმას, რომ სიმართლე არ დადგინდეს. არა, მაგრამ არავინ არ უშლიდა ხელისუფალს გამოეძიებია სიმართლე. ვერავინ ვერ იტყვის ხო, მაგრამ დააპატიმრეს კიდევაც. მაშინდელი პერსონები, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია. ხო, მაგრამ ძირეულად ვერ არ მოხდა. ეხლა რეჟიმზე საუბრობენ, არა, ნახეთ. კოჰაბიტაცია არ ნიშნავს იმას, რომ შენ არ გამოიძიო და სიმართლე არ დაადგინო. კოჰაბიტაციას თუ გთხოვდნენ, იმიტომ რომ სიტუაცია არარეული იყო ქვეყანაში და მშვიდობიანად მოხდარიყო ხელისუფლების და ძალაუფლების გადანაწილება და არა იმიტომ, რომ სიმართლე არ დადგენილიყო. და რომ დაუბრუნდეთ იმ საუბარს, სადაც ვსაუბრობთ, მაშინ როდესაც ჰააგის სასამართლო გეუბნება, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და შენ დღეს ამ სიტუაციაში არჩევ ომის საკითხს, ვინ დაიწყო ომი და ამაზე მოქმედი ჩინოვნიკები არა, მარტო ეგ არ არის, ხომ? იქ რამოდენიმე ესეც ხომ არის. ნახეთ, მნიშვნელობა არა, ერთი წუთი. მაშინ მიმდინარე თემების ანალიზია, რომ სისტემურად გამოიტანონ, სისტემურ დანაშაულებებზე, ჩვენ ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ. 12 წელი ქონათ ამისთვის და იძიონ რაც უნდათ, მაგრამ ჩემი მოთხოვნა დღეს და 12 წელი და მათ შორის ხალხის არის სამართლიანი სასამართლო შემიქმენი. არ მჭირდება მე მაგრამ ბატონაშა ომის პერიპეტიები არ უნდა გამოვიძიო. არ მჭირდება მე ხელისუფლების მიერ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსების მიერ დადგენილი სიმართლე. მე მჭირდება მართლა სიმართლე. და ამ სიმართლეს თუ ვიმყვებით ნაცებიდან კოცებში 70% არის გადმოპორტირებული. მათ შორის ვინც დღეს სიმართლეს ადგენს, შეიძლება ისინიც დამნაშავეები არიან. იმდროინდელი ხელისუფლების ქმედებების დროს და ქმედებებში თეა წულუკიანზე არ ვამბობ მხოლოდ თეა წულუკიანზე და უდუშაურს 12 წლის განმავლობაში რა გააკეთეს იმას გამოიძიებს მერი ალბათ ხელისუფლება ახალი ხელისუფლება და ამ წრეზე ვივლით ჩვენ სულ თუ არ შევქმნით უნივერსალური სიმართლის გამოძიება რატომ არ გჭირდება თუნდაც იმ ომის გამოძიება რომელშიც ძალიან დიდი შეცდომები იყო ტაქტიკური ეს ომი გამოიძია და ჰააგის სასამართლომ სიმართლე გითხრა რა არის დღეს ხო, ჰააგის სასამართლო გითხრა რომ საქართველოს ომი არ დაუწყია. ჰააგის სასამართლომ გამოიძია ჩვენი საერთაშორისო ბრალეულობის საკითხი ამ ომში. დავიწყეთ თუ არა ომი, მაგრამ შიგნით ჩვენმა ჩინოვნიკებმა რა მოიპარეს და იქ ბატალიონი რომელი არასწორად გაუშვეს, წულუკიანმა ეს როგორ უნდა დაგედგინოს. წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რამე სიტყვის ეს რაშუაშია ბიძინა ივანიშვილი აგვისტოს ომში. თავშია. მე არა, ერთი წუთი. ნუ გადაგაქვთ. ბიძინა ივანიშვილი პირობითად გითხარით. ბიძინა ივანიშვილი ომის მონაწილე რო არ იყო და ომში რო არ იყო შუაში გეუბნებით. მე გითხარით რომ 70% ნაცებიდან კოცებში არის გადმოპორტირებული. მათ დანაშაულსაც აგები. წულუკიანი სიმართლეს ვერ გამოიტანს. სიმართლე უნდა დაადგინოს თავისუფალმა სასამართლომ, რომელიც ჩვენ დღეს არ აგვაქვს. მოდი იმაზე იზრუნონ, რომ თავისუფალი სასამართლო შეგვიქმნან. და მე ის თავისუფალი სასამართლო გამოიძიებს ამ ყველაფერს რაც გამოსაძიებელია. მარტივია ძალიან. მაგრამ ჰააგა ვერ გამოიძიებს იმას საქართველოს გენერალიტეტმა შეცდომასად დაუშვა, სად იყო არასწორი პორტირება საჯარისო შენაერთების. ეს არის ჩვენი გამოსაძიებელი საქმე. ეს არის გამოსაძიებელი დამოუკიდებელი რატომ არ არის თქვენთვის წულუკიანი ვერ იქნება დამოუკიდებელი, იმიტომ რომ პარტიის წევრი მარტივია ეხლა, ხო? მაგრამ ერთი ოპოზიციონერი ვინ არის იქ იმ კომისიაში?
არ მივიდნენ, სურვილი არ ქონდათ, თორემ ყველა შესთავაზეს. გამარჯობათ. და კანონს ეწინააღმდეგება რომ იმ კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლები არ არიან. სწორედ ამიტომ იჯებიან დღეს პოლიტიკოსებმა კი არ უნდა დაადგინონ სიმართლე და გამოიძიონ. სიმართლე უნდა დაადგინონ შესაბამისი კვალიფიკაციების მქონე ადამიანებმა და თავისუფალმა სასამართლომ. თქვენ რას ამბობთ ახლა იცით რომ არ უნდა არსებობდეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია რომელიც საერთაშორისო ეს თქვენი ინტერპრეტაცია. ეს თქვენი ინტერპრეტაცია. თქვენ ბრძანეთ რომ კომისიამ არ უნდა გამოიძიოსო ესო საპარლამენტო კომისია. ანუ ნახეთ ერთი კონტექსტი ამოიღეს. ადამიანი პოლიტიკოსები, რომლებიც ლოიალურად არ დიან გაწყობილი არსებული ხელისუფლების მიმართ, სიმართლეს ვერ დაადგენენ. არ დაადგენენ. ისინი არიან ყველა მათი გამოსვლა და მათი საუბრად არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. იძიებენ ისინი. კარგით, კი ბატონო, სტუმარი შემოგვიდა და ხელისუფლების საქმეას ვერ იძიებენ, საქმეს მაგაშია სხვა ხელისუფლების საქმიანობას უიძიებენ. ამისთვის 12 წელი იყო. ნიურნბერგი რო არ ჰიტლერი რო არ გამოეძიებინათ ჰიტლერის საქმეები მის მომდევნო გერმანიის თავრობას თქვენ მაგას ამბობთ. მე გითხარით რომ ყველა საქმე უნდა იქნეს გამოძიებული, ოღონდ დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ და ნეიტრალური ადამიანების და პროფესიონალების მიერ. ალექსანდრე კობაიძე შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. ბატონო ალექსანდრე, მოგესალმებით. მე დავანონსე რომ თბილისური საცობების გათვალისწინებით გაგვიანდებათ. თქვენი მოსაზრება იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ქვია, ახლა ჩვენ ცოტა სხვა კონტექსტებს საუბრობდით, მაგრამ გადავიდა ამ თემაში, იმიტომ რომ ანუ ეს ადამიანები, მელია ასე შემდეგ სხვა პოლიტიკური პერსონები, სწორედ იმის გამო არიან წარმოდგენილი სასამართლო დარბაზში, რომ ისინი არ ასრულებენ კანონს. ხომ თქვენ იხილეთ ალბათ მელიამ დიახ ეს წყალიც შეასხა სასამართლოს მოსამართლეს იმ სხდომის თავმჯდომარეს, ვინც არის იმ მომენტში. სხდომა ვისაც მიყავს ეს როგორ შეაფასებთ თვითონ ამ ფაქტს? მოდით აქედან დავიწყოთ და შემდეგ იმ თემას, რასაც ოპოზიცია პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს. ჯერ მოდით თვითონ ფაქტი მელიას წყლის შესმა. სხვათა შორის მე მინდა ვისარგებლო ეთერით და ეს ბატონი მელიას მოსამართლე, რომელიც არის ხა უშუალო სხვა საქმეთან დაკავშირებით ძალიან კარგად ვიცნობ და ძალიან კარგი და წესიერი მოსამართლეა. იმას მე მოსამართლეს ამ შემთხვევაში აბარია რომ კანონის ფარგლებში იმოქმედოს. ამიტომ დანარჩენი ყველაფერი არის პოლიტიკური ხა. ეს რომ მაგალითად მელიას მოქმედება წყლის შესხმა, მაგალითად მელიას მოქმედება რომ თანხა არ გადაიხადა, ეს არის პოლიტიკური, ესე ვთქვათ, მოქმედება პოლიტიკური ქულების, რა თქმა უნდა, დაწერა. ეხლა რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, რომელიც პარლამენტში არის სპეციალურად შექმნილი. აღნიშნულ საგამოძიებო კომიტია თვითონ წყლის შესხმას როგორ შეაფასებთ? აი თქვენ ხო ადვოკატი ხართ. შეურაცხყოფაა ეს. მე თუ შევაფასებ სამართლებრივად ეს არის შეურაცხყოფა. და აქედან გამომდინარე ეს რა თქმა უნდა მსგავსი ქმედებებით ხდება მაგალითად მარცაჯულების ინსტიტუტის დაკნინება, მარცაჯულების ინსტიტუტის ესე ვთქვათ კონკრეტული შეურაცხყოფა ხდება, რაც რა თქმა უნდა ეს ყოველივე არ არის ესე ვთქვათ სასურველი და რა თქმა უნდა სხვა რო ხედავს სხვაც ანალოგიურად შეიძლება ეს განცდა გაუჩნდეს და რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს. თავად არ უნდა იქცეოდნენ პოლიტიკოსები ისე როგორც იქცევიან. ეხლა რაც შეეხება აზრი გამიწყდა რომ საგამოძიებო კომისიაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მარტივად ითხოვდა რომ უნდა მისცილყვნენ ეს ადამიანები და უნდა ეთქვათ ესაუბრათ კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით. მაგრამ ამ პოლიტიკოსებმა აირჩიეს ეს გზა რაც აირჩიეს. ამიტომ ისინი შეგნებულად არ ღვევენ კანონს და შეგნებულად იცოდნენ რაც მოყვებოდა მათ ქმედებებს. აქედან გამომდინარე აქ სხვა შეფასება რომ რაღაცა პოლიტიკურად რაღაცა ისეთი ხდება, არაფერი ისეთი არ ხდება. რეალურად არის რომ მათ აქვთ გაცნობიერებული, უნდა ჩაჯდნენ ციხეში და მიდიან ციხეში. აი მე რო ეხა დავგეგმო რომ მე უნდა წავიდე ციხეში, უნდა დავაშავო რაღაცა ანალოგიურად და სამართალ დამსავ ორგანოები დამიჭერენ ანალოგიურად ამ ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ რომ მაგალითად არ გადაიხდის გირაოს, უნდა დაიჭირონ და არ გადაიხადა განაცხადა კიდევ და დაიჭირეს. ანუ აქ ეს დანარჩენი პროცესები უკვე არის პოლიტიკური სხვა შემთხვევაში უკვე არის უკვე ესე ვთქვათ სამართლებრივი. ამიტომ საზოგადოებას რომ ჩვენ აი ამ ინფორმაციებს ბოდიში ბჭყალებს რომ ვტენით რომ თითქოს და აქ ხდება რაღაც პოლიტიკური ანგარიშწორება, აი პოლიტიკა გამოვიდა ეხა ეს რა ქვია ბატონი გვარამია და პოლიტიკური ანგარიშწორება ხდებაო ბატონი ნიკა მელიას წინააღმდეგ და პოლიტიკური ანგარიშწორება მოხდებოდა მაშინ თუ მაგალითად უკანონოდ მოხდებოდა მაგალითად ანუ თუმცა აი დაკავება უკანონოდ მოხდებოდა გადაუდებელი საჭიროება იყო. კარგით, რეკლამის შემდეგ გუში კანონიერად დააკავეს თუ არა მელია და არ გადართო დაგველოდეთ. რეკლამის შემდეგ აი ეს კითხვა კი შევინახოთ. შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები, რომლებსაც ელით.
მთავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10-ზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა დროული დიალოგი. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. ივნისს ბათუმის გრანდ მოლში ერთად ვიზეიმოთ ბავშვთა დღე. შემოგვიერთდით 17 საათიდან. ჩვენთან უამრავი მხიარული და საინტერესო აქტივობა გელოდებათ. DJ, კაფის ბუშტები, ილუზიონისტები, სახის მოხატვა, მინისოს პინგვინი, ცეკვა და გართობა 10 სხვადასხვა ზღაპრის გმირთან ერთად. დისნეის მელოდიები და საბავშვო მომღერლები ერთ სივრცეში. გელოდებით ბათუმი, გრანდ მოლი, შერიფ ხიმშიაშვილის 29. IT აკადემია სტეპში საგაზაფხულო მიღება დაიწყო. სტეპში დაიწყო. პროგრამირება, ქსელები და კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული დიზაინი, UI UX დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, IT პროფესიების სკოლის პარალელურად. განვითარდი და განავითარე შენი საუკეთესო მომავალი სტეპში. IT-step.g. მატრასების ფაბრიკა მატრას ჯორჯია გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ და ანატომიურ მატრასებს, რომელიც დამზადებულია მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთანადლეულით. ჩვენს მიერ დამზადებულ მატრასებს ვრცელდება 2-დან 20 წლამდე გარანტია. ჩვენი მისამართია: თბილისი, გურამიშვილის 41, საკონტაქტო 579 30 30 28. მატრას ჯორჯია, თქვენი ძილის კომფორტი. დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას და მიიღე დასაქმების 100%-იანი გარანტია. ოშე ჯორჯიაში დაიწყო შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებულ კურსებზე მიღება თბილისსა და ბათუმში. იჩქარე და დარეგისტრირდით ვებგვერდზე oshe.g. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 599 180020. მარკეტინგული კომპანია რანკერსი გთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ბიზნესს რაღაც აკლია, გაქვთ ზრდის პოტენციალი, მაგრამ არ იცით როგორ, რანკერსის გუნდი მზად არის დაგეხმაროთ გაყიდვების ზრდასა და კვალიფიციური ლიდების მოზიდვაში. თუ ჩამორჩებით დროს, ანდეთ თქვენი ბიზნესი გამოცდილ გუნდს. რანკერსი დაგვიკავშირდით დღესვე 577 05 10 17. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მოვლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. დილა იწყება ყავით. კარგი დილა იწყება შვეიცარიული ყავით. ნამდვილი შვეიცარიული ყავა. ბლაიზერის ოფიციალური წარმომადგენელია ყავის სახლი დინკავა. აღნიშნე დღესასწაული განსაკუთრებულ გარემოში. დაჯავშნე მაგი და რესტორან სამსაუკუნეში დაუვიწყარი მომენტების შესაქმნელად. გელით სასიამოვნო განწყობა, ცოცხალი მუსიკა და უგემრიელესი კერძები. სიყვარულით რესტორანის 3 საუკუნე. მისამართი ორთაჭალა გულუას 12. ტელეფონი 592 777 333. დეველოპერულ კომპანია ნიუ გრუპში. აქცია. გთავაზობთ ბინებისა და კომერციული ფართების ფართო არჩევანს დასრულებულ და მშენებარე პროექტებში. საბურთალოზე, ვაზის უბანში და დიღომში. მშენებლობა მიმდინარეობს უმაღლესი ხარისხის მასალებით. ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. შეიძინეს სასურველი ბინა ან კომერციული ფართი ქალაქის ცენტრში საუკეთესო ფასად და ისარგებლე მოქნილი გადახდის პირობებით. დეტალებისთვის დაგვიკავშირდი 599 47 59 59 595 48 49 ან გადმოდით ჩვენს ვებგვერდზე www.newgroup.g. ასევე მოგწერე Facebook ან Instagram გვერდებზე. პრემიუმ ხარისხის საყოფაცხოვრებო სუნამოები თქვენი სახლისთვის, ოფისისთვის და ავტომობილისთვის. Areon.g. ფრანგულ ეთერზეთებზე დამზადებული არომატები, წარმოებული ბულგარეთში. ეწვიეთ Areon.g-ს და აღმოაჩინეთ თქვენი იდეალური სურნელი. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები, რომლებსაც ელით. მთავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10-ზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა დროული დიალოგი. პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად. დღევანდელი დისკურსის აქტორები გახლავენ ბატონი ალექსანდრე კობაიძე
და ბატონ ლაშამგელაძე კითხვები იყო გადაცემამდე რა პირველი რა აუცილებელი გადაუდებელი აუცილებლობა იყო მოდით სამართალ ხო იმიტომ რომ ამაზე კიდევ ძალიან ბევრი მოთქმა რომ აი ბატონო ალექსანდრე მართლაც ერთგვარად აი ეგ მომენტი თვითონ ფორმა პოლიტიკური ანგარიშწორების სახეს ხომ არ იღებს რომ თქვათ რა გადაუდებელი აუცილებლობა საღამოს როცა ჯერ კიდევ აქვს 12 საათამდე ხო გირაოს გადახდის და მე როგორც ვიცი არ დაემორჩილა მაგრამ ნუ ეს ყოველ შემთხვევაში ეს არის არგუმენტი ხო იქ რომ სამართალდამცავებს არ დაემორჩილა და მეორე კითხვა არის ქონდა ბატონ ლაშას მაგალითად თქვენ ან ნებისმიერი ადამიანი ვერ პოვებს სამართალს ქვეყანაში რას ცდილობს თვითონ რომ აღადგინოს სამართლიანობა ხო და მე გავაქცევთ თქვენი აზრი მაინტერესებს კი ბატონო სტრასბურგი ხო არის აგერ სააკაშვილმა გაუსწრო სტრასბურგის საშუალება ყველას არა პირველ რიგში რაც შეეხება გუშინელ დაკავებას გუშინელ საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა შესაბამისი განცხადება რომ ბატონი მელი არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და კონკრეტული მუხლი 173 მუხლი რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს აღნიშნული მუხლის ჩადინას შედავებიან ბატონ ნიკა საკენა გამონდერ სხვა მე რა შეფასება უნდა გავაკეთო დანარჩენი უკვე სასამართლო იტყვის რომ ამის გულისთვის დააკავა თუ არ დააკავა ეხლა რაც შეეხება დანარჩენს უკვე ყველაფერი კიდე ვიძახი რომ მანიპულირების საკითხია მაგალითად ის რომ ბევრი პოლიციელი იყო მაგალითად ის რომ წინასწარ დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი არის უკვე ესე ვთქვათ ოპონენტების რაღაცა კონკრეტული ნებისმიერ შემთხვევაში კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა თუ სხვა ეხლა დანარჩენ უკვე რამდენად კანონიერად დაკავდა და არ დაკავდა ეგ სასამართლომ უნდა თქვას და ყოველ წესია თქვენს მეორე კითხვას გავცემთ თქვენის თემა ხო ეს ძალიან აქტუალური კითხვა რომ არის თუ არა სხვათა შორის ბოდიში უნდა განვავრცო ეს კითხვა ეხლა ბატონმა ლაშამ დასვა ძალიან ისეთი ოპოზიციური პათოსით თუმცა სამართლებრივად რო ვთქვათ მოდით ისიც ანგაჟირებით არ დამცო მართლა მაინტერესებს არა მაგრამ მე სტატისტიკასაც გავიხსენებ გამამართლებელი განაჩენები მიხელ სააკაშვილის მმართველობის ნუ იცით რა ნუ ადარებთო იმ ხელისუფლებას და ეხლა ყველაფერი ფარდობითია ამ სამყაროში საერთოდ ფარდობითობით ხდება აბა რას უნდა შევადარო ჩვენ დემოკრატიულ დემოკრატიებს ვედარებით ხო კარგი და ცუდი შედარება თუ მიშა არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ცოტა უფრო ცუდები უნდა ვიყოთ მაგრამ კარგები კი ბატონო მაგრამ უკეთესობისკენ სვლა არის ფარდობითი საერთოდ ხო წინა არსებულ გამოცდილებებთან შესაბამისად თქვენი აზრი მაინტერესებს გამამართლებელი განაჩენი პრაქტიკოსი იურისტი ხო და პრაქტიკოსი იურისტი როა ძალიან მარტივი რაღაცას ვიტყვი რა მე ჯერ მითხარით ადამიანი აი რამდენ ციხეში დაახლოებით 10000 პატიმარი ანუ შეიძლება ცოტა მეტი შეიძლება ერთი ადამიანიც ვერ ნახო თქვენ ციხეში რომელიც გეტყვით რომ მე დავაშავე დანაშაულე ჩავიდინე ეგ იცით ანუ არა მარტო საქართველოს ვლაპარაკობ მთელ სოფლიოში ყველასა განცდა რომ უკანონო ძის აქედან გამომდინარე თქვენს კითხვაზე პასუხი გაცემულია რომ ნების ანუ ანუ ის ადამიანი ციხეში რო ზის წესით გასამართლებულია ის ეტაპები გავლილი აქვს და მიჯილი აქვს და მოკლედ დადასტურებულია რომ დანაშაული ჩაიდინეს უსამართლობა მაგალითად კონკრეტულად ჩემზე არ ვამბობ მე ვიცი რომ ვერ წავალ სასამართლოში იმიტომ რომ სასამართლო არა ობიექტურია მე ვიცი რომ ვერ მიმართავ პოლიციას იმიტომ რომ პოლიცია ანგაჟირებული და პოლიტიზირებულია მე ვიცი რომ ვერ მიმართავ ვერცეთ სახელმწიფო დაწესებულებას იმიტომ რომ სიმართლეს ვერ მივაღწევ დანაშაული არა ვარ ჩემს მიმართ ჩაიდინეს დანაშაული რას ვაკეთებ ამ დროს ეს თქვენი შეფასებაა ბატონო მიხვდით ესია თქო კი არა კითხვა დავში თუ ეს ეხდება რას ვაკეთებ ხო და არ ხდება ეგრე მარტივი პასუხი არ ხდება ეგრე რომ ხდებოდეს მაშინ სახელმწიფო და არ ხდებოდა ნახეთ გეუბნებით რომ მელია არასწორად დაიჭირეს მეთქი და მელია დაიჭირესო ადმინისტრაციული წესით რომ რაღაც ახალი მოუგონეს ხო აკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრო ხო და სასამართლო გვეტყვის რა იყო და ეს სასამართლო უსამართლოა მიხვდით მე არ მაქვს მე არ მაქვს მაგალითად ის განცდა რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყუება და თუ ეს დადასტურდა სასამართლომ უნდა თქვას რომ უკანონო დააკავა ეს არის ჩემი პოზიცია და თქვენი აზრი მაინტერესებს და ანუ თუ მართლა არასწორად დააკავა სასამართლო იტყვის ამას თქვენი აზრით მე ჩემი აზრით რა თქმა უნდა იტყვის სასამართლო რომ მიშას დროს ამბობდა მიშას დროს რა თქმა უნდა ვერ ამბობდა და ვერ იტყვის ახაც ნახოთ რას იტყვის ახლა საქმეც ეგ არის არაფერი არ შეცვლილა მიშას მერე წინასწარ აკეთებს განცხადებას მაგრამ ივიტო დაგიქირავად ხალხმა რომ ეს რაღაცები შეგეცვალა და არ შეცვალა 12 წლის განმავლობაში და 14 წლის თავზე ისე მიშას იძახით იმის მაგათ რომ ეს ქვეყანა წინ წასულიყო და გამოსწორებული იყო ეკონომიკურადაც წავიდა ჩვენი ქვეყანა წინ აი რომელი ეკონომიკურად და ყველანაირად ნებისმიერ საკითხებში ყველანაირად ჩვენი ეკონომიკური წინ
პატისხლები თქვენ ჩართეთ ხოლმე. მე თქვენ ოპონირებთ. თქვენ არ უყურებთ იმენს არ უყურებთ სხვადასხვა ისე ტელევიზიები სადაც თქვენ არ გიყვართ მაგრამ ორგანიზაციის გამოქვეყნებულ ანგარიშებსაც უყურებთ და იმ ანგარიშების მიხედვით არ აქვს კარგად საქმე და თუ ასე გაგრძელდება ეკონომიკური ესე ვთქვათ კრიზისის გველის. თუ გინდათ მაგას ცალკე ეკონომიკური კრიზისი რო არ გელს. კარგით, მოდი ეგ ხა საკითხი ეკონომისტებთან ჯობია ეს საკამთა საკითხების გავლა რომ ჯობია ხოლმე რომ ხო თორე ხა ფაქტია რომ მე როდესაც ყოველთვის ამ თუნდაც სტატისტიკას ყოველთვის ანალიზს ვაკეთებ და ფაქტია რომ ჩემს ირგვლივ ვინც არის არა მარტო ჩემს ირგვლივ მე ოპონირებას თქვენ რატო გიწევთ ბოდიში შეხედეთ ჩვენ თუ დღეს არასწორად გავამართლებთ მელიას დაკავებას ჩვენ თუ დღეს ვიტყვით რომ ძალიან მაგარი სასამართლო გვაქვს ჩვენ თუ დღეს ვიტყვით რომ შემდგარი სახელმწიფო ინსტიტუტები გვაქვს ხვალ ეს სამართლობა ჯერ ოპოზიციას კომოადგა მე თქვენ მოგადგებთ მე გლეხსაც მიადგება ყანაში. ეს არის პრობლემა აქ. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ წესით რომ აქვეყნას სიტუაცია უკეთესობის რომ შეიცვალოს. პოზიციები კი არ უნდა გვეკავოს. არასწორი ჩემი გადმოსახედი. თქვენ რაც შეეხება ბრძოლასთან დაკავშირებით, ნუ ეხლა არ ვიცი თქვენი ბრძოლა როგორც თქვენ ბრძოლას უწოდებთ, მაგრამ მე ვიბრძვი მე ვიბრძვი ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ჩემი პროფესია ეგ არის რომ უნდა ვიბრძოლო და უნდა დაუდგე ადამიანს და უნდა დავეხმარო რომ მაგალითად შეუმსუბუქო ის კონკრეტული პრობლემები რაც არის მაგალითად ლაფსუსები თქვა მაგალითად ეხლა ხან საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანე ერთი წლის უკან რაღაც კონკრეტულ ესე ვთქვათ მუხთან დაკავშირებით თქვი რომ არა კონსტიტუცია და სასამართლოს დამეთანხმა და ეხლა ხან გუშინ მომივიდა გამახარესო კი აკობაიძე გეთანხმები რომ შენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და არა კონსტიტუციური იყო მაგალითად ის რომ არ ადმინისტრაციულ დაკავებულს უფლება არ ქონდა რომ მაგალითად წარმომადგენლობა ყოლოდა სასამართლოში და ძალით მიყავდა თქო პოლიცია მე ესე ვთქვათ მივმართე შესაბამის სამართლებრივ მექანიზმს ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლომაც გაიზიარო რომ ნამდვილად არ შეიძლება ადამიანის ადმინისტრაციულად იძულებით მიყვება სასამართლოში მას აქვს უფლება რომ მისი წარმომადგენელი ყავდეს და ეხლა ახალი პრაქტიკაც ამ კუთხით მოგვევლინება და ამიტომ ეს არის მე ვფიქრობ ეს არის იმუშაოთ ამ ჩვენ საქმეში პროფესიონალები უნდა იყოს და ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ თორე დანარჩენი უკვე თქვენასაც აკეთებ ბარტივი რა მეც ვიტყვი ეგრე რაღაც თქვენზე ვიტყვი და ვერას ვაკეთებ არის ვერას ვაკეთებ მოდი თქვენზე პიროვნულად კი არ გეხება მე შემიძლია ჩამოთავ ეს ხარ ამები გულის კონტექსტში ჩავუბრუნო მე თქვენთან თორე ეხა პიროვნულად გიპატის ხსებ და არ შევხები ინდივიდუალური ოპოზიციონერი ან პოზიციონერი ასაკეთებს თავის პროფესიიდან გამომდინარე ჩვენ არ ვიცით ხო ან თუ ვიცით შეიძლება ისინი თავის საქმეს არის ხარ ამები გულის შეიძლება ჩვენ საქმეს ვაკეთებთ პროფესიონალურად მაგრამ რიგ სიტუაციებში ხელისუფალის არასწორი საქციელის მიმართ გაჩუმება არის დათვური სამსახური ხელისუფლების ჩვენი საქმიანობის ჩუმდება რას გულის ხომ გეუბნები არ ჩუმდები მეთქი გავიგე ჩემთვის ჩემი გადმოსახედა ჩემასო ეს არის გაჩუმება თქვენ წერა ვამბობთ რომ არასამართლიანი სასამართლო გადაწყვეტს რა არის სწორი და რა არის არასამართლიანი არ არის სასამართლო მეთქი გეუბნებით რომ სასამართლო არის სამართლიანი კარგით სამართლიანი სასამართლო ჩვენ ვერ შევთანხმდებით ნებისმიერ ადამიანს კითხვა გავიდეთ და თვითონ გეტყვის ნებისმიერ რა განცდა სასამართლოს მიმართ ნებისმიერ ჩვეულებრივ მოკალაკეს კითხეთ როგორ გავაკეთეთ ეგაც манипулირება თქვენ რო იძახით რომ ნებისმიერ ადამიანს კითხოთ აბა იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს რო კითხოთ ზოგი გეტყვით რომ უსამართლო ზოგი გეტყვით რომ სამართლიანია ეგ თავისთავად ესეა ყველგან ეგრეა ჩვენ და კი არა ბოლო საკითხი თემა ანუ 3 წუთი დაგვრჩა და წუთ ნახევარს თქვენ მოგცემთ წუთ ნახევარს თქვენ ეს არის საგარეო პოლიტიკაზე გავაკეთოთ აქცენტი ნუ უბრალოდ შემაჯამებლად რაც თქვენ გსურთ უბრალოდ მე პატარა რეზიუმეს გავაკეთებ ტრამპის წერილი ID Vance-ის შეხვედრებთან დაკავშირებით ასევე მინდა გითხრათ ადგილობრივი არჩევნებში ოპოზიციის პოზიციონირება როგორია ხო ნაწილი იღებს მონაწილეობას ნაწილი არა თქვენი კუთხით გავაკეთოთ ანალიზი საგარეო ვექტორზე რატომ იგაჩნიათ რომ დასავლურ გზას გადაუხვია ხო სწორად ვამბობ ვიცი რომ თქვენ ამ მიმართულებით გაქვთ ჩვენიშნები და თქვენ პირიქით ამბობთ რომ ყველა ჩვენ საგარეო ფლანგზე ყველა აქტორს უნდა ველაპარაკოთ ამ მიმართულებით დიახ გისმენთ აბა და უღოდ ეხა დისკუსიისთვის დრო აღარ გრჩება კარგით არა ძალიან მარტივია იმაზე აპელირება ვინ ვის ხელი დაუქნია ეს ბავშვობა არის საგარეო პოლიტიკის მიხედვით ვინ ვის ხელი ჩამოართვა იმ ხარზე ხელი მოუთა ვინ ვის რა წერილი მიწერა ამაზე აპელირება თურმე ვინმე გვაღიარა ვინმე არ გვაღიარა არის ღაბარი და ბავშვური პოლიტიკა ჩვენ ხედავთ პირდაპირ როგორ ევროპის ლიდერები როგორ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ ქვეყნის მიმართ ჩვენ ხედავთ ამერიკის ადმინისტრაცია როგორ განცხადებებს აკეთებს ქვეყნის მიმართ ჩვენ ხედავთ როდესაც ოპოზიციის ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება და არ იღებს წერილს ამერიკის საელჩოსგან ჩვენ ხედავთ პრემიერი არ უნდა შეხვდეს არ ვიდისკუსიოთო ხო გითხარით თქვენი აზრით თქვით და ვერ განმოვიცოდო მე ჩაგეკითხეთ ყველა მიცის რომ რეალური მართველი ამ ქვეყნის არის ბიძინა ივანიშვილი და ამიტომ მიმართეს ბიძინა ივანიშვილს ორჯერ 2 ესე თქვენ სტატუსები გილდათ ისე საპატიო ის არის თავმჯდომარე არის
რეალური მართველი ამ ქვეყნის არის ბიძინა ივანიშვილი, იციან რომ მისი ნებართვის garaში არც ერთი საკითხი არ გადაწყდება, ამიტომ მიმართეს ბიძინა ივანიშვილს. და ის რომ დღეს რომელიმე ევროპელი ან ამერიკელი ლიდერი ელაპარაკება, ესე ვთქვათ, ოცნების წარმომადგენლებს არ ნიშნავს რომ ვინმეს აღიარებს. მათმა იციან რომ ძალაუფლება დღეს არის ამ ადამიანების ხელში და იმისთვის რომ ეს ძალაუფლება შეიცვალოს და გახდეს უფრო დემოკრატიული, ან თვითონ გახდნენ უფრო დემოკრატიული, ამისთვის ესაუბრებიან მათ. მარტივია ძალიან ეს. ეს არის თქვენი მოსაზრება. ანუ კი სრულ იზოლაციაში გვაქცევს ქართული ოცნება და თუ ესე გავაგრძელეთ, თუ ესე გავაგრძელეთ. აი რანაირად პრემიერ შეხვდა აგერ 5 გითხარით. ამ ხალხმა იციან რომ ძალაუფლების რეალური მყრობელი არის ბიძინა ივანიშვილი და ამიტომ რომ აღიარებენ, ამიტომ ესაუბრებიან მას. ეს არის რეალობა. აღიარებები არის ჩვენი არქივები. ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩაშლილი არის. სომხეთი გარბის გეომეტრიული პროგრესით ევროპისკენ. ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი გახდა და განიკურნებათ და რუსეთი ომს არც არ გარბის. კაი, მოდი. კი ბატონო. კარგი. ეხლა რაც შეეხება შეხვედრა არ შეხვედრის საკითხს ბატონი ბიძინას. ბატონი ბიძინას 30 წელი გავრბოდით სტრატეგიული პარტნიორები და რა შედეგებზე როგორ აისახა. რაც შეეხება როდესაც ჩვენ ვახორციელებდით შესაბამის რეფორმებს კიდევ ხელმომო 30 წელიწადია სასამართლო და როცა დემოკრატიის შუქურა ვიყავით ბატონი ბიძინას წერილი თქვენი წერა იცით შიგლით. აი ნახეთ ძალიან ნათლად ამოიკითხავდით რომ მე ის კაცი არ ვარ რომ მე ვივაჭრო ჩემი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. არა და ამ დროს თავის ფულით ვაჭრობს ქვეყნის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე ამ კაცმა ღირსეული საქციელი გააკეთა ის რომ მე თქვენ არ გევაჭრები და ხაზოგადოებამ არ ვინა იფიქროს რომ თქვენ რომ მე ესე კულუარულად შეხვდეთ მე რო კულუარულად შეხვდეთ ანუ ერთ-ერთზე მაგას ვიძახი ერთ-ერთზე რო შეხვდეთ შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რომ რაღაცა ბატონი ბიძინა ვაჭრობს და ამ კაცმა ესეთი ღირსეული საქციელი თქვენგან ერთი კაციც კი არ იქნება რომ ესეთი ღირსეული ნაბიჯების გადადგმა შეეძლოს ეს არის ფაქტი რომ ამ კაცს არ უნდა არანაირი პირადი ესე ვთქვათ რაღაცა კონკრეტული საკითხების საპირწონედ დაყენება ქვეყნის ინტერესების. და ამ კაცი ღიად იძახის რომ მე არ მინდა რომ აი ეს პრობლემა რახან მე შემიქმნით, მე თქვენ გელაპარაკოთ და მე ვიღაცა მავანმა თუ არამავანმა იფიქროს რომ მაგალითად მე თქვენთან ვაჭრობ. ეს არის ღია, ეს არის მისასალმებელი და ეს არის ძალიან ღირსეული, აი ძალიან კაცური საქციელი შემი შეფასებით. მორალურად და პერსონალურად შევხედოთ ადამიანი ყველა ერთად დავამთავრეთ. და ამ კაცმა რა თქვა? ამ კაცმა თქვა რომ ის რომ მოდი რა მე თქვენთან სავაჭრო არაფერი არ მაქვს, თუ რამე გინდათ აგერ არის სახელმწიფო და დაილაპარაკე. მე არა ვარ სახელმწიფო, ხო? დიახ, მე არა ვარ სახელმწიფო და დაილაპარაკე და ძალიან სწორია. ძალიან სწორია. თქვენ გჯერათ რომ ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებებს არ იღებს. ბიძინა ივანიშვილი დღეს რომ არ იყოს, დღეს ჩვენი ქვეყანა იქნებოდა ქაქში. მე ამის მჯერა. პირიქით. აი ამის მჯერა. დღესდღეობით ჩვენ ქვეყანა ვითარდება. ეხლა რომელიც წინ წაიყვანდა ქვეყანა. ეხლა რაც შეეხება აღარ არის დრო ბატონო ალექსანდრე. აი მინდოდა დამთავრებინა. არა, ვეღარ დავამთავრებთ. ერთი სიტყვით თქვი. კაი, ერთი სიტყვით ვიტყვი რომ ერთი სიტყვით ვიტყვი რომ 30 წლის განმავლობაში ჩვენი სახელმწიფო ცდილობდა რომ როგორმე აი შენი ჭირემი, აი შენ გენაცვალე რაც კი გაუხარდებოდა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს მისი ინტერესების ესე ვთქვათ ინტერესები გაგვიტარებინა ეს ყველანაირად ყოველ შემთხვევაში ცდილობდით მაგრამ როგორ ჩანს ჩვენ სათანადოდ ვერ დაგვაფასა ამერიკა ამერიკის შეერთებული შტატებმა სათანადოდ ვერ დაგვაფასა ეხლა ისე ღირსეულად გძნობ როგორ რიგითი ქართველი თავს როგორც არასდროს იმიტომ რომ მე დავინახე რომ ჩვენ ქვეყანა მადლობა უნდა დავასრულოთ გადაცემა ძალიან დიდი მადლობა ლაშამგელაძე და ალექსანდრე კობაიძე მართალია ხანდახან მადადაშაულებენ ხო მიკერძოებაში მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტის კი პრაქტიკულ გადაწყვეტილებას როზე რო ამბობს ბოლოს დემოკრატიის შუქურას თვითონ გვეძახდნენ ბატონის სტრატეგიულები გვეძახდნენ ევროპელები დემოკრატიის შუქურას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირიის პრეზიდენტს უწოდა იმიტომ რეფორმების კუთხითო არ გატარებულა რეფორმები ნახეთ რა გააკეთა რეფორმები არ გატარებულა 70 რეფორმა
გატარდა 4 წლის განმავლობაში. ტერიტორიული ეხლა მთელი ქვეყანა დავყარგეთ. ეხლა მთელი ქვეყანა. ეხლა ხო ნულია. ეს არის რეფორმები? ამ გადაცემა მიუძღვნათ ამ გადაცემას რა რეფორმები გატარდა? არ გადახვდა შესაბამისად და იმიტომ არ მიგიღეს ბოლომდე. 70 გლობალური რეფორმა გატარდა ამ ქვეყანაში. სირო-პატივრებს აწამებს მაგაზე ხო არ ვიცინა. მეუბნები რომ რეფორმები არა, შეიძლება რაღაცა საერთოდ მეორეს უარყოფ. დაგაგვიანდათ, კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემა უნდა და. ეგ არის ოცნების პრობლემა. არის შეფასება. მადლობა ბატონ ლაშა. ბატონი ლაშა მგელაძე. საიდან მოიტანე? ბატონი ალექსანდრე კობაიძე. ფორმები შეიძლება არ არის, თორემ არ გლეჯე. კარგით, მადლობა. ბიზნესში ვერავის არ გლეჯენ. მადლობა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ლაშა მგელაძე, ალექსანდრე კობაიძე. დღეს პოლიტიკაზე დისკუსიისთვის არ გვეყოფა მთელი დღის ქრონომეტრაჟი. კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მადლობა მაყურებელს და მსმენელს. სწორედ ეს არის მთელი დისკუსიის მარილი და ასე ვთქვათ, მადლი რომ განსხვავებული აზრის დებატია. მადლობა მომავალ შეხვედრამდე.